ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. ხუთოსანი მთავრობა ყველა ოროსან მოსწავლეს და მათ მშობლებს მოუწოდებს ხურმოჭრილი მონობისა და ყველა რეფორმის მიღებისკენ. მერე რა რომ განათლების მიღების პროცესში ნებსი თუ უნებლიეთ ხელი შეგიშალეთ და დაგაბნიეთ. მერე რა რომ ერთგვაშად მოვითხოვთ იმის ჩაბარებას, რაც ფაქტობრივად არ გვისწავლებია. მერე რა რომ გრანტების მოპოვების მიზნით თქვენით მანიპულირებთ და საერთოდ მერე რა რომ სველია სამა. ხუთოსანი მთავრობა, ჩვენი ხმალი და თქვენი ყურე. გაზპრომის შილობილმა კომპანიამ საქართველოს განათლების სამინისტრომ აღმოაჩინა და გაყიდვაში გაუშვა ენერგიის ახალი წყარო სინდისი. ჩვენი კომპანიისგან შეიძინეთ სინდისი და საჩუქრად მიიღეთ მცირე ზომის ნანუსიც. ხართ დაშინებული ჩინოვნიკი და გსურთ სწრაფი გადადგომით თავიდან აიცილოთ ტუსაღობა? მაშინ ჩვენი კომპანიისგან სინდისის შედენა თქვენთვის პირდაპირ მისწრება. განათლების სამინისტრო. თქვენი სინდისი ჩვენი საქმეა. ერთ-ერთ ახალ პატარა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნას, რა თქმა უნდა, ქალაქ თბილისის მერიც არ გამორჩა და რა თქმა უნდა, თავისი კომპეტენტური აზრიც გამოთქვა. ჩვენ უნდა ვიაროთ არა დიდი რაღაც მეგა კლინიკების გზით, არამედ სწორედ ასეთი პატარა კომპაქტური, მაგრამ თუნდაც სამუშაო ადგილების თვალსაზრისით რომ ნახოთ, 53 ადამიანი მუშაობს. აბარა, რად გვინდა დიდი კლინიკები? ეს პატარებიც მშვენივრად გვეყოფა. მაინც ყველა გარბის ამ ქვეყნიდან და თითქმის ნახევარი აღარ დარჩენილი. ხოლო ვინც აქ ვართ კიდევ, რამე რომ აქ კიდევა, იმაზე ვიწყებთ ფიქრს, წავიდეთ ექიმთან და კურნალობას შევწიროთ ჩვენი უკანასკნელი კაბიკები თუ 6 ლარიანი წიწიბურა, 4 ლარიანი ზეთი და 80 თეთრიანი პური შევიძინოთ, რომ შივრები არ დავიხოცოთ. ხშირ შემთხვევაში შიმშილის ტკივილი ძლევს ხოლმე სხვა ფიზიკურ ტკივილებს და ისევ სარჩოს ვყიდულობთ, საკუთარი ჯიბიდან კურნალობისთვის გამოყოფილი თანხით. ასე რომ სულ მალე ერთი პატარა კლინიკაც მშვენივრად გეყოფათ მთავრობის მდიდარ წევრებს. განა რამდენი ხართ და ჩვენ თქვენი ბედნიერების შემყურეს აღარაფერი წამოგტკივდება და იმითაც ბედნიერები ვიქნებით, რომ ამ მრავალჭიერ გამოვლილ ქვეყანას ამშვენებს ერთი პატარა კლინიკა და ერთი დიდი პრეზიდენტი. ევროკავშირმა თითქმის ყველა მსხვილი ავიაკომპანია უკანონო გარიგებაში დაადანაშაულა და სოლიდური თანხით დააჯარიმა. ევროკავშირმა მსოფლიოს 11 უმსხვილესი ავიაკომპანია 799 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ევროკომისიამ კომპანიების სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებით გარიგებაში დაადანაშაულა. კომისიის ცნობით ავიაკომპანიების საწვავის ხარჯვასა და ფრენების უსაფრთხოებაზე ფასდა სხვაობას ერთმანეთთან შეთანხმების საფუძველზე თავად აწესებდნენ. ერთადერთი კომპანია, რომელიც არ დაჯარიმდა, გერმანული Lufthansa გახდა, რომელმაც ევროკომისიას შეთქმულების შესახებ აცნობა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. ძალიანაც კარგი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის დარღვევა მკაცრ საჯელს ითვალისწინებს. ის რომ Lufthansa-მ ევროკავშირს ამის შესახებ აცნობა, შემდეგ გამოძიებასთან ითანამშრომლა და პასუხისმგებლობა აიცილა თავიდან, ძალიან გავს ქართული რეფორმის შედეგს. თუ გამოძიებასთან ითანამშრომლებ, პასუხისმგებლობისგან თავისუფლებიო, თქვენს ჩვენმა სამართალდამცავებმა და როგორც ჩანს, ჩვენებს ნათქვამი არ ქონდა დასრულებული, რომ Lufthansa-მ ეგრევე გამოიყენა ეს შესაძლებლობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული რეფორმებით რუსეთის გარდა ევროკავშირიც ყოფილა გატაცებული და საოცარი სისწრაფით ახერხებს მათ დანერგვას თავის რეალობაში. თუმცა მე მაინც მიმაჩნია, რომ დამნაშავე ავიაკომპანიების თანამშრომლებს დანაშაულს ვერ დაუმტკიცებენ და ამიტომ საჭირო გახდება საქმეში სოსო თოფურიძის ჩაბმა, შავ კოსტუმებში გამოწყობილ ბიჭებთან ერთად. თოფურიძე და მისი ამალა ავიაკომპანია Lufthansa-ს დაუმაგრებენ ფარულ კამერებს, რომელთა მეშვეობითაც დააფიქსირებენ სხვა ავიაკომპანიების დანაშაულებრივ საქმიანობას. შემდეგ სოსო თოფურიძე 15 საათზე გამართავს ბრიფინგს, იმისთვის რომ კურიერის ეთერით მთელს ევროკავშირს დანაშაულებრივი კარტელის გაშიფვრის შესახებ ამცნოს და ფარულად გადაღებულ ვიდეო მასალასაც გაავრცელებს. ჩემი აზრით, მარტო ამით არ შემოიფარგლება ევროპა და სხვა რაღაცეებშიც მოგვაწევს. მალე ახალ კანონს მიიღებს თვითმფრინავის საქარემინებთან დაკავშირებით და დაჯარიმდება ყველა ის ავიაკომპანია, რომლის თვითმფრინავების ფანჯრებიც 75%-ზე უფრო მეტად იქნება დაბურული. ამ ნოვაციის მიზნად კი დასახელება ის, რომ ამ ხერხით სამართალდამცავებმა უკეთ გააკონტროლონ თვითმფრინავის მგზავრები და ადვილად ამოიცნონ მათში ტერორისტები.
ქართველმა მეცნიერმა თმის ცვენის საიდუმლო ამოხსნა და დაამტკიცა, რომ ის გენეტიკური არ არის. მამაკაცების მთავარი პრობლემის საიდუმლო ქართველმა მეცნიერებმა ამოხსნეს, რა იწვევს თმის ცვენას. აღმოჩნდა, რომ ამ უსიამოვნო პროცესის გამომწვევი მიზეზი მზის რადიაციაა და არა გენეტიკა. დღეს ამ თემაზე სამკურნალო კომბინატ DKC-ში სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. ქართველმა პროფესორმა თამაზ თამაზაშვილმა თმის ცვენის შესახებ წიგნიც კი გამოსცა, რომლის პრეზენტაცია 5 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა. სახელმძღვანელოში თმის ცვენის რეალური მიზეზების შესახებ არის საუბარი. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს სენსაციური აღმოჩენაა. ახლა მთავარი ექიმებმა თმის ცვენის შესაჩერებლად ეფექტური ვაქცინა გამოიგონონ. ვერ ყოფილა ეს ბატონი ნამდვილი მეცნიერი. რა მზის რადიაცია, რა მთვარის ბუნიობა, რა სეზონური ბრიზები, მუსონური ქარები კიდე და რაღაცეები. მე ვიცი ზუსტად რაც იწვევს თმის ცვენას. რადა ჩვენი მთავრობა რომ დაგიჭერს, აი ასე. ეწოდით, აი ასე. თქვი რომ სოფლიო ჩემპიონები ვართ ეკონომიკაში. თქვი რომ დემოკრატიული მთავრობა ყავს. თქვი რომ ციციბურა იაფია და არ ქშია. ყველა რეფორმა რაც გავატარეთ კარგია და მისაღებით. თქვი რომ მიშა მაგარია. თქვი? აი ბატონებო. რა არის იმის მიზეზი რომ ჩვენ თმები გვცვივ? სხვათა შორის თუ გაინტერესებთ მე შემიძლია გაჩვენოთ თუ რატომ გვცვივა კბილები. ერთი წუთით. კარგი. მე კი დაგინდობ. ადავაყრეინე კბილას, მაგრამ ეს თავრობა რომ არ გვინდობს ჩვენ. დიახ, ბატონებო. არც მზე და არც გენეტიკა არ არის ჩვენი თმის ცვენის მიზეზი. ჩვენი თმის ცვენის მიზეზია ის. დიახ. ის. ზოგი მიდის, ზოგი მოდის. ბუში მიდის, ბუში მოდის. ბუში წავიდა, ბუში მოდის. კონგრესის არჩევნების შემდეგ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. 53-მე პრეზიდენტის მემუარების გამოსვლისთანავე ვაშინგტონში ძმა ბუშის სახელი პრეზიდენტობის პრეტენდენტთა შორის დასახელდა. ჯორჯ ბუში ამბობს, რომ მას ძმის გაპრეზიდენტების სურვილი აქვს, თუმცა პერსპექტივა შორეულია. შტატებში პრეზიდენტობის მსურველები გააქტიურდნენ. დიახ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯორჯ W. ბუში მიდის და ბუში მოდის. მაგრამ თქვენ გონიათ ჩვენ დიდად განსხვავდებით ამერიკისგან? ჩვენც ხომ მსგავსი დემოკრატიული პრინციპები გვაქვს. ნათქვამია, წინა კაცი უკანას ხიდიაო. და თუ ბუში ჯერ წავიდა და ახლა მოდის, ჩვენი პრეზიდენტიც გაითვალისწინებს მის ქმედებას და ჩვენს რეალობაში უფრო მოდერნიზირებულ ვარიანტს შემოგთავაზებს. ანუ სანამ წავა ჩვენი პრეზიდენტი, მანამდე მოვა. როგორც ჯორჯ ბუშმა დაწერა მემუარებში, ისევე ამ ჩემმა მაღალმაც დაწერა მემუარები და ვენეციაში გამოაქვეყნა. მოუწონეს ვენეციელებმა და გზაც დაულოცეს სამომავლოდ. დიახ, სანამ წავა ეს ჩემი მაღალი, მანამდე მოვა და სანამ მოვა, მანამდე არ წავა. საქართველოს მთავრობა კიდევ ერთი ინიციატივით გამოვიდა და გადაწყვიტა, რომ მოსახლეობის მომსახურების გამარტივების თვალსაზრისით ახალი სერვისი უნდა დაანერგოს. ამერიკული 911 სისტემა საქართველოშიც დამკვიდრდება საერთო ნომრის საკრეფის შემდეგ თქვენ პოლიციას სასწრაფოსა და სახანძროს ერთად დაუკავშირდებით. ახალი ტექნოლოგიის დანერგვაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ეს ძალიან კარგია, რომ მოსახლეობა ასე მარტივად დაუკავშირდება სახანძროს, პოლიციას, სასწრაფოს, სამაშველო სამსახურს და ასე შემდეგ. თუმცა ეს სისტემა საქართველოში უკვე არსებობდა და თან ძალიან წარმატებითაც მუშაობდა. გარდა ამისა, ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ მხოლოდ ერთი სტრუქტურა სარგებლობდა ამ მომსახურებით. არ ქონდა მნიშვნელობა, სად რეკავდით, სასწრაფოში, მეგობართან, ოჯახის წევრთან თუ საზღვარგარეთ ახლობლების მოსაკითხად, თქვენ პარალელურად რეკავდით შინაგან საქმეთა სამინისტროში და თქვენი შეტყობინება ამ უწყებასაც გადაეცემოდა. თუმცა ასეთი ფორმით ინფორმაციის მოპოვება ვერ ჯდება ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის ხელშეკრულების ფარგლებში და ამიტომ მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს. ხელის ერთი მოქნებით მოახდინეს მომსახურების ამ ერთადერთ სფეროში მოსმენის ლეგალიზაცია. გენიალურობა სიმარტივეში. H3N2, ანუ ღორის გრიპი მსოფლიოსთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს.
სოფლიოს ახალი ვირუსი ემუქრება ღორის გრიპმა მუტაცია განიცადა. H3N2-ით შეერთებულ შტატებში უკვე 3 ადამიანი ინფიცირებული. პირველი შემთხვევა პენსილვანიაში დაფიქსირდა. ვირუსი 46 წლის მამაკაცს დაუდასტურდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ვირუსი 3 კომპონენტს შეიცავს და სხვა ვირუსებისაგან გენეტიკურად განსხვავებულია. ახლა მეცნიერები ახალი ვირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ. აი რომ დაუკვირდი ეს ღორის გრიპი ისევე განიცდის მუტაციას როგორც ნაციონალური მოძრაობა. ჯერ იყო და ნულოვანი ტოლერანტობა ახასიათებდა ამ ვირუსს და ყველას ჯუჟავდა, ვინც თვალში ცუდად გამოეჭხირებოდა. შემდეგ მუტაცია განიცადა და ცრემლდენა დაეწყო და ჩვენს კარგად გემრიელად გვატირა. ამის შემდეგ მასიურ ზურგის დაბეჟილობას იწვევდა ეს ვირუსი. სულ ბოლო მუტაცია კი კონსტიტუციური აღმოჩნდა და კიდევ ერთი 10 წლეული ჩვენს ორგანიზმებში აპირებს დარჩენას. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.